როცა ვფიქრობდი, რომ ევროპისკენ წავიდოდი განათლების მისაღებად, თუნდაც ჩემს სფეროში მხრივ, რომ ყველაზე მეტად განვითარებული ამ შემთხვევაში ევროპის ქვეყნებია, მაგალითად საავადმყოფოში დასაქმების მიზნით, ეხლა ვგებულობ, რომ არ მაქვს უფლება, რომ თავისუფლად წავიდე. როცა მაშინ შემეძლო, რომ უბრალოდ გასვლითი პროგრამითაც კი მიმეყო, გარკვეული თვით, რაღაც 3 თვის განმავლობაში რაღაც განათლება და ახლა ამისთვის უნდა ვიშრომო იმდენად ბევრი და უნდა ვიწვალო საელჩოებში, რომ რაღაცნაირად ვიღაცას ბეჭედი დავარყევინო, რომ იცით თქვენსგან მართლა განათლების გამო მომდივარ, როცა შეგვეძლო, რომ თავისუფლად წავსულიყავით. სამწუხაროდ ამაზე არ ფიქრობს ჩვენი მთავრობა და პირიქით გვიზღუდავს ამას და იმედია, ოდესღაც ვიღაც გონს მოეგება და ამ ყველაფერს შეგვიძლია. ჩემთვის ევროპა ნიშნავს სწორ გზას, ამ შემთხვევაში ყველაზე სწორ გზას იმისთვის, რომ განვითარება მოხდეს ხალხში. მაგალითად, თუნდაც განათლების მხრივ, თუ გვინდა რომ განვითარდეთ და არა დეგრადირება განვიცადოთ, ამ შემთხვევაში ევროპა არის ერთ-ერთი სწორი გზა ჩვენთვის, ახალგაზრდა თაობისთვის, არა მარტო ახალგაზრდა თაობისთვის, იმათთვის, ვისაც სწავლა წურია. ემოცია როგორ იყო, როცა გაიგეთ, რომ გადავარდა ეს ევროინტეგრაციის პროცესი 2028 წლამდე, ანუ 22 ნოემბრის კოპახიძის ნომერ განცხადებას გულისხმობს. ანუ პირველ რიგში იყო ის, რომ გული დამწყდა, ყველანაირი ინტერესი გამიქრა იმის, რომ ცხოვრებისთვის რაღაც ხალისი შემეხედა, იმიტომ რომ სამედიცინოზე ვსწავლობ და ვიცი, რომ სულ მცირე 6 წელი, პირველი დაწყებითი 6 წელი მედიცინას უნდა შევეგუო რა. და როცა ვფიქრობ ყველაფერს, რომ დაწყებითი 6 წელი, შემდეგ რეზიდენტურა უნდა გავაგრძელო, სადეგეც აღარ ვიცი, ანუ უნდა გავაგრძელო რეზიდენტურაზე სწავლა და თითქმის მთელი ცხოვრება უნდა მიუძღვნა იმათ ჩემს საყვარელ საქმიანობას. და რო დავფიქრთი ვისთვის, ანუ კი ჩემი ქართველი ხალხისთვის, მაგრამ ამ ქართველ ხალხში იმხელა განსხვავება, ანუ იმდენად გაიყო ქართველი ხალხი, რომ გული დამწყდა უბრალოდ, რომ ანუ სწავლობ, ემიგრანტი მშობელი მიდის და ჩემთვის შრომობს და რისთვის, ანუ იმისთვის, რომ ხვალ გავახილო თვალი და რაღაცა სრულიად ანუ დეგრადირება განვიცადოთ რა. ამიტომ ამას როცა ვაკეთებთ, უკან უნდა მოველოდეთ, ანუ შეიძლება 100%-ად უკან არ დაგვებრუნდეს, მაგრამ რაღაც სარგებელს მაინც უნდა მოველოთ, რომ გავიხაროთ მაინც. სამწუხაროდ პირიქით უკან მივდივართ რა, ანუ არაფერისაც ეგეთ არ მოდის ჩვენკენ. აი ილიას სიტყვები ჩვენისთანა ბედნიერიერი, მე მგონი ხდება მართლა. კულტურულად ყველაზე ახლოს ევროპასთან ვართ და არა მაგალითად წავიდეთ აზიის ქვეყნებისკენ, ან სხვა კონტინენტზე ვეძებოთ ეს, იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე ყველაზე ახლოს ევროპასთან ვიყავით. შესაბამისად, ადაპტაცია უფრო არ გაგვიჭირდება, რომ თქვა ევროპული კულტურისკენ მივიდეთ და ნელ-ნელა განვითარდეთ. ანუ ევროპა არ ნიშნავს იმას, რომ გადავგვარდებით ან რაღაცა კულტურა წაიბილწება, ანუ იმიტომ რომ ისტორიის მანძილზე ასაც გულისხმობ, რომ ყოველთვის ევროპასთან ახლოს ვიყავით. ამ ვცდილობდით, რომ ევროპაში ჩვენი როლი გვეთამაშა, აი მაგალითად ის, რომ საქართველოსზე გადიოდა აბრეშუმის გზა, რომელიც დამაკავშირებელი იყო ევრაზიის კონტინენტის, ანუ გულისხმობდა, რომ კულტურა აქ მოძრაობდა და შესაბამისად ევროპა არის ერთ-ერთი სწორი გზა ამ შემთხვევაში ჩვენთვის.